პირველი, რომელსაც ჩვენ დავაჯილდოვებთ, დაიბადა 1995 წლის 6 აგვისტოს. ანუ ცოტა ხნის იქნა დაბადების დღე. თბილისში. სულ რაღაც 5 წლის წინ იყო, როდესაც ცხოვრებამ პირველი დიდი გამოცდა მოუწყო. მშობლები უკეთესი მომავლისთვის საძიებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში გაემგზავრა. ის კი საქართველოში ბებიასთან დარჩა. სწორედ მაშინ პატარაობიდანვე გააცნობიერა, რომ თვითმფრინავი იყო ერთადერთი გზა, რომელიც მას მშობლებთან აკავშირებდა. სწორედ მაშინ დაებადა მას იდეა და ოცნება, უზრუნველყო, რომ არც ერთი ბავშვი, არც ერთ ოჯახში აღარასდროს ყოფილიყო და არც არასდროს ქონდათ განცდა, თითქოს ერთმანეთთან კავშირი შეუძლებელი იყო. თქვენ ხვდებით რა რთულია, როცა ბავშვი რჩება მშობლის გარეშე. და სწორედ აი ამ ფიქრებმა, ამ იდეამ 2013 წელს გადააწყვეტინა და სკოლა მერმესის დამთავრების შემდეგ 17 წლის ასაკში დატოვა მშობლიური თბილისი და გაფრინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა ოჯახი შეერთებოდა და საკუთარი მომავალი აეშენებინა. ცხადია, ეს რთული გზა იყო, არ არის ადვილი, ახალი ენა, უცხო კულტურა, უცხო გარემო, მაგრამ ის მიუხედავად ამისა, არასდროს განშორებია იმ მიზანს, რა მიზანიც დაისახა. და ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო ამაზე ფიქრი. მან სწავლა ნიუ-იორკში განაგრძო ავიაციის მენეჯმენტის მიმართულებით და მალევე დაიწყო მუშაობა ავიაციის სფეროში. ანუ მალევე დაიწყო მისი ოცნების ასრულებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა. პირველი ნაბიჯები კი რეგისტრაციის აგენტად დაიწყო, თუმცა პროფესიონალიზმით, შრომის მოყვარეობით და ადამიანებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭით მალევე დაისახურა წინსვლა. დღეს ის 100 არც მეტი არც მაკლები ჯორჯ კენედის სახელობის პირველი ტერმინალის აღმასრულებელი, აი საქმეთა ბიზნეს ოპერაციების დირექტორია, სამწუხაროდ ოპერაციულ გუნდს, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით 50 ფრენას ემსახურება და 40-ზე მეტ თანამშრომელს უწევს კოორდინაციას და განსაკუთრებით ამაყობს ერთი ფაქტით, რომ ყველა ქართველი მგზავრი და ქართველები ძალიან ბევრი არიან მოგხსენებათ ამერიკაში და ძალიან ბევრი ქართველი სარგებლობს ამ აეროპორტით. ნიუ-იორკიდან ვინც მიფრინა საქართველოში, სწორედ მისი ტერმინალიდან იწყებს გზას და მოგზაურობას. ის არის, როგორც გითხარით, ამ აეროპორტის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი და ერთადერთი ქალი დირექტორი პირველ ტერმინალში. აპლოდისმენტები. ჯობია, განსხვავებია. როგორც გითხარით, ჩვენ ძალიან მოკლედ საუბრობთ, თუმცა ყველა მათგანზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება. აი ამ წარმატების შემდგომ და თითქოს ამ ერთისხლებ აღმართოვანი წარმატების მიუხედავად, ის კიდევ ბევრ, ესე იგი, გზას ეძებს, რომ განვითარდეს და 2025 წელს ნომინირებული იყო წლის ქალად მისი მიღწევებისთვის, რაც აღიარებაა მისი შრომის, პასუხისმგებლობის და ლიდერობის. და მისი ყველაზე დიდი პროფესიული ოცნებაა საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაინიშნოს პირდაპირ რეგულარული რეისები. არ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ავიაციურად მნიშვნელოვანია და ნამდვილად მნიშვნელოვანია, არამედ იმიტომ, რომ ეს ნიშნავს ადამიანების, ოჯახების, კულტურების დაკავშირებას, რაც მისი ცხოვრების და კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმეა და მის პროფესიონალურ გზას წარმოადგენს. ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ მივესალმოთ ანა ლობჟანიძე. გადაცემს საქართველოს საპატიო კონსული მალტაზე მარიამ კიმილერი. გესალმებით ჩვენს სტუმარს. Thank you very much. I am very happy to be here and to present this young lady with such a prestigious prize.
I know you deserve this very, very much, and it is so inspiring to see women leaders excel in their positions. Thank you very much. It's all right. Myself, I hail from the transport industry as well, the aviation and the maritime industry, and it is a pleasure to be here, to work together, to collaborate and cooperate with Georgia, not only Georgia, but all the Georgians all over the world. Thank you for being in Malta. Thank you for choosing Malta. And it is our pleasure to continue working together. Thank you. Thank you. Thank you. Thank you so much for this amazing honor. It means a lot to me. So thank you. მოგესალმებით. დიდი მადლობა ასეთი წარდგენისთვის. Ურმეცი მადლობა ქართულ დიასპორას, განსაკუთრებით ქალბატონ ინა ასანიძეს გვერდში დგომისთვის და დაფასებისთვის. ეს ჯილდო ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მადლობა. მადლობა.